მოგესალმებით, დაბრუნდი ისევ მაფია 3-ით. როგორც იქნა დაბრუნდი? დიდი ხანი ვიდეო არ გადამიღია და ბევრი რაღაცა კიდე შეიცვალა და ბევრი რაღაცა კიდე ასევე მოხდა. კაი, რო დავიწყოთ ახლა რეები მოხდა და რომ მოგიყვეთ კიდე ყველაფერი რაც მოხდა. როგორც იცით, გამოცდები მაქვს თქო, მაგაზე ვლაპარაკობდი კაი ხანი და მაგიტომ მათი ვერ მოვიცით თქო, თან სამსახურში თან კიდე ისედაც. ხო და საბოლოოდ გადავლახე რა ეგ გამოცდები სამსახურშიც და იქაც. მაგრამ საქმე ისაა რომ უნივერსიტეტში გამოცდები რაც მქონდა იყო 6 და მაქედან გეგმაში მქონდა რომ გადამელახა რაღაცა 4 და 4 თუ სწორად მახსოვს გადავლახე, რუსული იყო ერთი რომელიც ცოტა გამიჯერდა სავით. მაგრამ იმედია რომ საბოლოოდ ან ფინალურად როცა დაემატება მაგას და კიდე დაემატება რაღაცა აქტივობის ქულები მივხვდებით იმისა რომ დიდად ვერ ვესწრებოდი მაგ ადამიანის საგანს, იქიდან გამომდინარე რომ ვმუშაობ. მაინც იმედია რომ ფინალურებამდე რაღაცა ისეთი მოხდება რომ მაგროს უცას კიდე გადავლახავ. ანუ 6-დან რო გადავლახავ 4 საგანი, ჩემთვის არის კარგი. იქიდან გამომდინარე რომ 2 საგანს შევიტენი და კი მართალია გამეწელება ეხა მაინდ უნივერსიტეტში ყოფნის დრო, მაგრამ სამაგეროდ კიდე პლუსებიც მაგას აქვს. ხო და ერთი ეგარი დადებითი რომ ყველაფერს მოვჭი და ეხა თავისუფალი ვარ ასე თუ ისე. თავისუფალი ეხა გულისხმობ იმას რომ აი დასვენების დღე რომ მექნება მის საშუალება რომ ვიდეო გადავიღო და დავუშვათ გამოცდებისთვის არ უყო სულ ან გამოცდებზე არ მომზადებოდი ყოველ წუთში რა. აი ეგ არის ერთი პლუსი. მაგის გარდა კიდე რაღაცებს მოვიყვებით ახლა ოღონდ ჯერ ამას მოვუსმინოთ. This part of town's run by a man named Tony DeRazio. Tony DeRazio არის ეს ქალაქიო. Real fucking weirdo. ძალიან უცნაური კაცია. Savant when it comes to numbers. Then he must be the one who runs Lou Marcano's books. Lou Marcano's pulsats მართავს ალბათ. He even manages Lou's relationships with city officials. It's Tony's job. Lou's ურთიერთობასაც კი მართავს ეგო. ქალაქის მერებთანო. და მაგასთან როგორ მივიდეო? აი ეგ არის საინტერესო. Tony დიდ სახლში ცხოვრობს, აი აქო, აი სულ ბოლოშიო. Elevator access is restricted and the rest of the hotel's crawling with Tony's goons. Well, he can't stay up there all the time. I'm gonna need a schedule for when he comes and goes. მოკლედ იქ დიდი ხანი ვერ დარჩებაო რა სულო და ამან უთხრა რომ ვერცო ლიფტით ვერა ხოლო იმიტომ რომ ლიფტი შეზღუდული არისო და თან კიდე იქო სავსე არის მისი კაცებითო და მაშინო ამან უთხრა ხა ჩვენი ამ ლინკოლნმა რომ მითხარიო როდის გამონდის და შედისო დიდი ხანი უყურებ მაგნამი ჯარსო და მხოლოდ ერთხელ გამოვიდა გარეთო და ეგეც კიდე იმიტომ რომ მისი კაცი მისმა კაცმა რაღაცა გააფუჭაო რა And another one that soaks up funds from the city. I hit him. He overreacts. Then I get my opening. And fuck up things between him and Lou in the process. მოკლედ დავარტყა მოერცო, მე რეაქციას გამოიწვევს ეგო მისასო, გამომაგარეთო და მე დავიჯერო და ხო, ეგრე ქენიო და პლუს კიდე ლუისთანო გააფუჭებს ეგო მაგ ურთიერთობასო რა, მაგ ტომისო. და კაი არისო. Be careful with this one. Just because Tony's a goddamn spastic doesn't mean he won't cut your balls off if given the chance. მოკლედ კი იდიოტი არის ეგ ტომიო, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავიო. I have a subscription. იმიტომ რომ ის სიდებილიდან გამომდინარე მაინც კვერცხებს დაგაჭრისო ესე რომ თქვა. იმედია რომ მაგაზე კოპირაითი არ დამატება ახლა უცებ რაღაცა მუსიკა ჩაირთო და ეგეც კიდე გამორთე. მაგ სინემატურ მუსიკას მე კიდე დავამატებ. ან შეიძლება აღარ დავამატო, იმიტომ რომ ზოგჯერ თუ გახსოვთ აი მაგალითად მაფია 2-ში ძალიან უცნაური იყო, როცა მაგათ თიშავდი ხოლმე, ანუ ხმაო არის მომდა საერთოდ არაფერს. ხო და ეგ იყო ცუდი. ხო, მაგის გარდა კიდე დიდი ხანი მინდოდა ურთიერთმენები რომ მეყიდა, ანუ ჩემი გეგმა სამსახურში რომ მივედი იყო ის რომ მეყიდა ლეპტოპი, რაც მოვახერხე. მეორე გეგმა იყო ის რომ მეყიდა ურთიერთმენები, რომელიც არის Sony XM6-ები, ანუ რაღაც ახალი ურთიერთმენები არის რა. თან ახალი არა, მაგრამ ძალიან ძვირიანი არის და ძალიან მაგარი ურთიერთმენები არის. საბოლოოდ შევიძინე ესენიც. სიმართლე გითხრათ, ნანობდი კიდეც 1-2 ჯერ, იმიტომ რომ 1200 ლარი ეს ურთიერთმენები და კი ფასდებლებით ვიყიდეს რაღაც 1100 ლარად, მაგრამ მაინც ნანობდი სიმართლე რომ გითხრათ. და მე კიდე საათი მინდოდა ერთი Galaxy Watch 8 და საბოლოოდ ესე შევიზინეთ, კაია. და ვარჯიშისას გამოვიყენებ კიდე. ძალიან დენის მქვია მე. შენმა მეგობრებმა თქვა რომ შეგიძლია დამეხმარო. გასაკეთებ ესეც რომ ვიღაცა შენ გაშანტაჟებსო. I fucked up, cheated on my wife and this guy, Jimmy Cavar filmed it.
Come to find out the girl worked for Kavar too. მოკლედ ოფისიო პროექტებსო ვაკეთებ რამეო და ერთხელო ძალიან ცუდი რაღაცა გამოვიდა ისე რომ ცოლს უღალატეო და ერთმა კაცმა გადამიღო ხო და ეხლა მაშინ დაჯებსო მაგის გამო And cash the checks for his company, Kavar Construction. Probably seen the signs over where they're building the new city hall. Thing is, Kavar doesn't really come around unless there's a problem. Don't worry. I'm pretty good at causing people problems. მოკლედ კაციო ისე არ გამოდისო სანამ პრობლემა არ შეექმნებაო და ნუ ღელაო მე პრობლემები კარგად გამოდისო პრობლემა შეექმნაო მე ცუდი ტიპი არა ვარ პროსტა I'll pay Kavar's men a visit. შეცდომა დაუშიო ერთიო Kavar's people will know more about what he's doing now. She's his kin. I told him to do the right. კაი ნუ ეხლა გვერდითი მისიები არის ამათი გაკეთება უოჭველი მომიწევს მინდა არ მინდა ამიტომაც გავაკეთოთ რა ჩვენ რა მიდის კაი თორე ხო მართლა გვერდითი მისიების გარეშე ისე ფიზიკურად არ იხსნება სხვა მისიები ხო და ეხლა იგი მას ნიშნავს რომ ესენი უნდა გავაკეთო სამივე მე ალბათ ამას უნდა დაველაპარაკო ეს არ ვიცი რა არის საერთოდ რაღაც გარყვნილება ჩანს აქ როგორ ჩანს მაგრამ მამაო ჯეიმსიო და არ ვიცი მე აქ უნდა მივიდე მე ესენი კიდე ცალკე მისიები იქნება ალბათ აქ და აქ ხო და ნუ დიდ დროს წაიღებს ესე ვთქვა ეს თამაში მაგრამ რაღაც დავიწყეთ მე მგონი ჯობია რომ ვარენ დავასრულოთ პრინციპში აგერ არიან მოდი აგერ ამოხოცოთ ახლა ესენი უცებ ჩვენ აი მართლა ეგეთი სახლები აი ესე გვერდულად რო არის ნახე ეს ბეტონი ხო ადის ესე და სახლების ნახე როგორ არის ესეთი მართლა ყოფილა თურმე ამერიკაში და მე არ მეგონა რატომღაც უი ტყუები არა მაქვს მოიცა კაი როგორ უნდა გამოვიძახოთ ახლა ის აი მაღაზიას რო ვიზახებდით ხო გახსოვთ მოდი არ გვინდა პირდაპირ გავლახოთ რა პირდაპირ შემოდესი არ გვინდა არაფერი არც ეხლა ამას ავიღებ უცებ და ეგრევე იმასაც გავასხმევებ ტვინს ხო ეს ძალიან მაგარი არის რომ აი შოტგანი ვესროლე მუცელში და არ მოგდები აუ აგერ რამდენი ფული იყო ის უნდა ამეღო ბარემ მითხარიო კავას მშენებლობაზეო And the money's just sitting there, waiting for somebody to take it. შევიბრალოთ, მოდი შევიბრალოთ, კაი, ჯანდაბას. მოკლედ ბევრი ფული აიღო მაგ მარკონომო თუ ვიღაცამო და რაც საშენებს ვეხაო, მანდ ფული დატოვაო. ხო და ეხა ეგ ფულიო მანდ პროსტა დევსო. ეროდება რომ ვიღაცამ აიღოსო. აი ეს უნდა გავანადგუროთ? მე მგონი ამ თამაშებში ფიზიკა და რაღაცეები კარგად არის, ანუ იმ ხრივ რომ ხო, აი საბედნიეროდ ეგ შევძელი. აქ კიდე ერთი ეს რაღაცა არის, რაც არ ვიცი კიდე გეუბნებით რა შემადგება, მაგრამ მადგება როგორ ჩანს. და კიდე ერთი კომენტარი იყო მართლა, ვინ არისო ეს ჰავიტებიო? თუ ორსები ეგეთი კომენტარი იყო და სიმართლეს გეტყვით და მეც კი აზრზეა რა ვარ ვინ არიან ეგ ჰავიტები, მაგრამ ფაქტი არის რომ რაღაცა მაფიის დაჯგუფება არის. აი სერიოზულად გეუბნებით, იმდენი ვიღაცა ტიპი არის აქ, რომ ყველა სახელს ფიზიკურად ვერ ვიმახსოვრებ და არ ვიცი თქვენ თუ იმახსოვრებთ აქ რომელიმე სახელს ოჯახ. იმიტომ რომ მე მართლა არ შემიძლია. ერთი ლინკონი დავიმახსოვრე ძლივს და მეტი ვინ? მეტი მე მგონი არც არავინ. და ზოგიერთ შემთხვევაში ლინკონს რო ლინკონი ქვია, ეგეც კი მავიწყდება. ამის დამატებითი მისიებიც არის, აი როგორც მაგალითად მაფია 2-ში იყო ხო გახსოვთ? ჯოუს მისიებს რო ასრულდი დამატებითად. მე მგონი არც არავის არ მოწონდა ეგ მისიები, იმიტომ რომ რეალურად მაგ მისიებს ისტორიასთან არანაირი კავშირი არ ქონია, უბრალოდ აუ კაი რა ტიპები მენაფეხებში მიხდებიან. ხო ანუ კავშირი არ ქონია არანაირი, უბრალოდ აი რაღაცა არქეიდის სტილი იყო, აი რაღაც მინი თამაშებივით იყო ეგენა. ხო და მაგიტომ მგონი არც მოწონები არავის. იქედან გამომდინარე რომ თამაში უკვე ნაყიდი მაქვს სურვილი რომ ბარემ დავხურო ეგ დამატებით მისიებიც, მაგრამ უბრალოდ ისე გაიწელება, აღარც ვიცი ღირს თუ არა. მოდი ეს მაინც არ უშვის. მეორე შანსი გვექნება კიდე. ეგა. რამეს მაინც აკეთებდეს ესენი, ან კი ვამაგრებ მაგას, მაგრამ მე რა Wire jamming not activated. აზერა რა გააკეთა, მაგრამ რაღაცა გააკეთა. კიდე რაღაცების მოყოლა მინდოდა, მაგრამ ეგეც ასე თუ ისე მოგონდა მოვიწდა. და მივიდეთ ახლა უცებ მანდ. ხო, მოიცა პრინციპში არა. ისა ფიქრობდი
დარბაზის მერე პრინციპში ადვაგიყვებით ახლა თქვენ ამას, მაგრამ მაინც ბარემ რატომაც არა. ვფიქრობდი რომ აი დარბაზის მერე, ან კი არა სამუშაოს მერე დამეწყო დარბაზში სიარული. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის მერე ისე ვარ გათიშული, რომ აი მანქანით რომ მოვდივარ სახლში, ფაქტიურად აი თვალები მიკავია ხელით, რომ არ ჩამეძინოს. და წარმოიდგინე ხა 7-8 საათის მერე, როცა დილის 9-დან ახარ იქ მიდიხარ დარბაზში, მერე კიდე 1 საათი ჩერდები და მერე მიდიხარ კიდე სახლში. არ ვიცი, საშინელება იქნება. თან საქმე კიდე ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მინდა კარგ ფორმაში ვიყო, მინუსები აქვს ის, რომ უნდა ჭამდე კარგად და უნდა ჭამდე ბევრს. და ჭამა კიდე ასე თუ ისე თითქმის შეუძლებელი არის, ოდესაც მაგდენი ხანი სამსახურში ხარ ეგ-1 და მეორე კიდე დარბაზში თუ წახვედი და კიდე სახლში მოდი, ფაქტიურად 12 საათი ან 12 შეიძლება არა, მაგრამ აი 10-11 საათი იქნები გასული სახლიდან. და როცა გარეთ ხარ, მაშინ უნდა ჭამო ეს junk food და არაჯანსაღი რაღაცეები. და მაგანის ჭამა კიდე დაც მომწონს ერთი, მეორე არც გარგებს იმდენად, იმიტომ რომ რავი, თუ ვარჯიში გინდა, მაშინ კარგად უნდა ეკვებებოდე და არა უნდა ჭამდე მაგ სისულელეებს. აუ. თან წარმოიდგინე ხა ბენზინში ხო ფული უნდა დახარჯო. დარბაზები კიდე ესეთი ძვირი არის აქ, მაგაში საკუთარი ფული უნდა დახარჯო. და მაგ ყველაფრის გარდა კიდე junk food-ი რო იყიდო, მაგას ხო აი ძალიან ბევრი ფული უნდა. წარმოიდგინე ხა ყოველ დღე რო 10 ლარს ხარჯავდი საჭმელში, აი რა გაგჭირვა მე უკვე. ფაქტიურად ჭამა გაგაკოტრებს და პლუს კიდე კარგადაც ვერ შეჭამ, იმიტომ რომ ჯანკი არის რა. რატო არ გვდებიან ესენი? ვინმე გამაგებია? ვინმე მეტყვის? ბოლოს რომ ნახე ეს თამაში RPG არ იყო და ავიც ამდენს რო ესრი, ხო უნდა გვდებოდეს რომელიმე მაინც. ნუ კაი, თავიდან ვცადოთ. ამის მერე ვფიქრობდი და ან კიდე ამასთან ერთად ვფიქრობდი, რომ გავსულიყავი Battlefield 6-ის Battlefield 6. და მაგის ისტორიას, იმიტომ რომ ისტორია მაგასაც აქვს. არ ვიცი როგორი ისტორია ექნება და რანაირი, იმიტომ რომ არ მეთამაშია არასოდეს როგორ არ მეთამაშია. Battlefield 5-ს თამაშობდი და Battlefield 1-საც თამაშობდი კიდე მაგის ისტორიას. Battlefield 4-იც მაქვს შესაძლოა, ეგეც დავიწყე, მაგრამ მე გავანები თავი, იმიტომ რომ მეთქი ბარემ ვიდეოს გადავიღებ თუ ვიწყებთ ხო. და ხო. თუ მოვშია ამ თამაშს როდესმე, იმიტომ რომ ძალიან მეწელება. მე გადავიღებ ალბათ მაგასაც. ან კიდე რამე სხვა სამოვარჩევ, ან თქვენ მითხარით რა თამაში შეიძლება რომ გადავიღო. რამე ისეთი რომ აი ცოტა ჩამთრევი იყოს, ცოტა კარგი იყოს და არ იყოს ისეთი რომ აი მოსაწყენი არის იმდენად თამაში, რომ აი არც გინდება თამაში, ფაქტობრივად ძალიან თამაშობ. ეგეთი თამაშები არ მინდა. Robocop-ი მაქვს ერთი მართლა, ეგ მაინტერესებდა მაგრად რომ მეთამაშა. ანუ ტიპებს თავში თუ არ მოვარტყი, ისე არ გვდებიან. ეგ არის. ამან მეგონი დაურეკა მან რაღაცებს, ხო? ოხ. მოდიან. აი მე აქ ხა არაფერი არ მესაქმება, ამაზე მოკლა კიდე ფაქტობრივად შეუძლებელი არის ბოლოს რომ შევამოწმე. არა. მაგრამ თუ ერთი არის ბარემ ეგ არის ვсё. რაღაცა საინტერესო იარაღები აქვს და მოდი ამას ავიღებ და იქნება ამან უფრო ნიშველოსავით. ეს ცოცხალია კიდე. აი ეს ავაფეთქოთ და წავედით ახლა ჩვენ უკვე სხვა მისიაზე. ბოლო დარჩა უკვე აი ეს. ორი არის მამე დარჩენილი. კაი მოდი ესენც ავიღოთ ბარემ. და მე დაველაპარაკოთ იმას თუ რა უნდა. როგორ ჩანს ამ მანქანას ანუ ამ მანქანაში ყოველ შემთხვევაში საბურავერი გახეთქილი. ამიტომ მოდი ამით წავიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დაშენგული მანქანა ჩანს. ისე მაინტერესებს, აქაც თუ შეიძლება დაახლოებით წელი ისე როგორც Mafia 2-ში იყო. იმიტომ რომ თუ გახსოვთ Mafia 2-ში რომ ისებს ვაკეთებდი, იქ დრო ხო შეიცვალა და დროის ცვლილებასთან ერთად კიდე შეიცვალა მანქანების. თუ მეგონი Mafia 1 იყო, ეგ აღარ მახსოვს.
და აი რაც არ მოწონს ახლა ამ თამაშში კიდე აი ისტორიის მხრივ არა პრინციპში. ხო, პრინციპში ისტორიის მხრივ, ან შეიძლება გეიმპლეიზე ვარგოთ მაგას. რომ აი ვერ მიუყვები პირდაპირ მისიებს. აი რა სავალდებულო არის ახლა კი ბევრჯერ ვიწუნე ამაზე და კიდე ერთხელ ვიწუნებ აი რა სავალდებულო არის ერთ მისიას რო გააკეთებ მთავარს მე ამ მთავარ მისიამ წაიყვანოს რაღაცა გვერდით მისიაზე გვერდითმა მისიამ მე კიდე წაიყვანოს აი ესეთ რაღაცა იდიოტურ მისიებზე და ამათ რომ მორჩები მე მიდიხარ კიდე გვერდითი მისიის გვერდით მისიაზე და მაგას რომ მორჩები მე კიდე აკეთებ აგერ გვერდით მისიებს და მე მიდიხარ კიდე მთავარ მისიაზე არ ვიცი სისულელი არის მართლა ეხა ეს რო იყოს RPG თამაში, სადაც აი ლეველებზე გადადიხარ, ხო და შენი მტერიც კიდე რამდენიმე ლეველის არის რა. ანუ ძლიერები არიან ტიპები დაუშვათ. აი მაშინ კიდე ხო, ვიტყოდი რომ მეთქი ჯანდაბას მესმის, იმიტომ რომ მეც ძლიერი უნდა ვიყოთ ხო, რომ ისინი მოკლა. აი დაახლოებით როგორც ასასინი არის თუნდაც. მანდ მესმის, რომ აი გვერდის მისიებს ვიღაცა გააკეთებს, იმიტომ რომ უნდათ რომ ჯერ ერთი საკუთარი ადამიანი ვინც არის პერსონაჟი ძლიერი იყოს და პლუს კიდე იარაღები და რაღაცები წაიღონ რა. მაგრამ ამ თამაში ეგ რა საჭირო არის? ანუ ამდენი რაღაცა. ლეველები აქ არ არის, ფაქტობრივად არაფერი არ არის აქ. ეს იარაღი კაია სხვადასხვაის. კაი რა, აი კაი რა. ერთი დადებითი ის აქვს, რომ თუ მოკლავი მთავარ ადამიანს, ვინც უნდა მოკლა და მე მეც ხო ვკვდები და თავიდან ხო ვიწყებ ყველაფერს. ანუ ის ადამიანი ისე მკვდარი რჩებოდა და უშუალოდ არ მიწევს რომ კიდე იქ მივიდე და მე თავიდან გავაკეთე ეგეთი რაღაცეები. და ანუ ეგ ერთი დადებითი არის. მაგრამ ну მაინც რა, ანუ ამდენი გვერდით იმის გაკეთება უკვე ხელში ამომდის რა მეც. მაგრამ რა ვიცი, ალბათ გავაკეთებ ისე რომ ვიდეოში არ გამოაჩინო ეს გვერდითი მისიები თან ამდენი და ვეცდები რომ უფრო მთავარ მისიებზე გავამოხილო ყურადღება, მაგრამ საქმე ხა ის არის რომ აიო, შენ კი არ კლო კაცო. მაგრამ გვერდითი მისიები რო არ გავაკეთო და მარტო მთავარ მისიებზე გადავიდე, აქ ისი არის დაკავშირებული ეს გვერდითი მისიები მთავრებთან, რომ შეიძლება რაღაცა დაუშვათ ვერს გაიგოთ. იმიტომ რომ მე ვერ ვიგებ ხა და წარმოვიდგინე ამას რო არ უყურებდე, მაშინ რა და როგორ უნდა გაიგოთ. აი და აქ რატომ მოვიდი საერთოდ? აუ ეს პოლიციელია, გადიიდეთ. გამონები კაცო, თავი შენ ხო არ გესროულებოდი რა გინდა? მე აქ მოვიდი, იმიტომ რომ გენგი არის და გენგი უნდა გავძარცო, გადი იქეთ. ეს უნდა ვაფეთქო? მოიცა აქ როგორ ვსროულობდი იმას, ლიმონკებს ამავიცდა. G, ხო, G არის. კაი. გავითვალისწინებ მაგას. იმედია ბომბაა ეგ. ბიჭო, რა ხდება? ხო, ანუ მოკლა, ოპა, რას ვიზამ ახლა? მიამაგრე, მალე რას აკეთებ? კაი, მოიცა ერთი წამი, ახლა ფოკუსირება უნდა გავაკეთებ თამაში, თორე აქ მე უეჭველი მოვკვდები ახლა ვთქვი. თითქოს მივხვდისავით ახლა რატო ვაკეთებ ამ გვერდის მისიებს. იმ კაცმა ხო გითხრა რომ რაღაცა უნდა გააფუჭო რა, რომ მე გამოვიდეს ის კაცი იმ სახლიდანო. ხო და მე მგონი მაგიტომაც ვაკეთებ ახლა ამათ, რომ აი რაღაცას ვაფუჭებ ესე ვთქვათ, რომ მე ის კაცი გამოვიყვანო საბოლოოდ იქედან. და საბოლოოდ იმასაც მე მოვიშორებ. მოიცა ამას უნდა ვესროლო? თუსო. იმედია რომ მორჩა. და კიდე რაღაც გაკეთებ ახლა იქ არ მომიწევს. ეს პრონიშილი გავიღოთ, დიად არ შეგვარ არაფერს, მაგრამ მაინც. Hostile zone. ანუ აქედან უნდა გავიდე ახლა. და იმედია რომ მისიაც კიდე მორჩება ამით. იმას ვისწავლე კიდე როგორ უნდა გავაკეთო, აი ვიღაცა კაცი რომ მომყავდა, ხო იცი მანქანით. როგორც რაღაც შაურმა და რაღაცეები. ვსო. ეს მისიებიც მორჩა, აქაურობაც ავაფეთქეთ და აი სინემატური ხმა უკვე აღარ აქვს, იმიტომ რომ გავთიშე ეგენი. სინემატური მუსიკა იყო ისე წესი რაც გავთიშე და არა ხმა, მაგრამ მაინც. ამას ვერ ჩავთავისე.
სხვადასხვის ეს რო გავთიშე, ვაბრალებდი ხოლმე მაფია 2-ს, იმას რომ მეთქი ეს რა ბაგიანი თამაში არის და თურმე ჩემბრალი ყოფილა. მიდი იმას გადავუაროთ ხა. რა პატარა ეს მოქანა. აუ პოლიცია არ მაწყობს ხა, პოლიცია არ მაწყობს. კიდე გადავუაროთ მაინც, რომ დავrწმუნოთ რომ მკვდარი არის. და წესით ესენი უკვე ვეღარ დამეწევიან მე. და მალე გავუხრები აქედან. იმდენჯერ მოვკვდი, რომ აი რა ფულსაც ვშოულობ ამ გვერდით მისიების გაკეთებით, ფაქტიურად იქვე მეხარჯება და აზრს ვერ ვხედავ. აი მართლა ვერ ვხედავ აზრს. ან თუ დაუშვათ ვაკეთებ ისე, რომ იმის გამოყვანის გამო რაღაცებს ვაფუჭებ, კაი, ჯანდაბას ერთი რაღაცა გამოფუჭებივით. აი ეხა ეს იყოს ბოლო და ვსო. მაგრამ არა, კიდე რაღაცა 3 უნდა გავაფუჭო, ან 4 ეგეთი მისია უნდა გავაკეთო. სად არის ხა ეს? კიდე აღარ გავსრის ეს ქალი. აქედან შევდივარ თუ იქედან შევდივარ აღარ მოხსოვს. კაი, მოდი აქედან შევალ. აქ მეგონი კიდე რაღაცა იყო, მაგასაც ბარემ გავაკეთებ. აი ესა. და წესით აქედან უნდა შევძლო მან შესვლა. აბა. წინიდან ყოფილა შემოსვლილი და მე უკიდან შემოვედი. კაი, დამირეკაო. ჩემი ნახვა უნდა. ისის. არ ვიცი, მაგრამ იცის რომ მე გეხმარებოდი თქვენო, მომკლავს ალბათ ეგო. ან კიდე ციხეში წავალო და იქ მომკლავენო. აი, დამშვიდი ახლა, დამშვიდი. წადი შენ სულთანი. ჩაალაგე და მოშორდი რა ამ ქალაქიდან საერთოდ. როცა დაბრუნდები უკვე ყველაფერი კარგად იქნებაო. ჯიმის დაელაპარაკებიო და კიო. აი, დაგიჯერებო შენო და წავალ აქედანო. ო. მასე ქენის მასე დამიჯერე და კარგად იქნება შენი საქმე. მოდი ბარემ წავიდეთ აქაც ეხა რომ ეს დავასრულოთ ეს მისია მთლიანად. ოჰოჰოჰოჰო. პოლიცია სულეკავს. როგორ არ მომწონს ეს პოლიციის დარკვევები და რაღაცები რო იციან კიდე ამ თამაში აი Red Dead Redemption-შიც არის ეგეთი რაღაცეები, რომ აი თუ დაუშვათ ვიღაცასთან ახლოს ხარ, ვინც ჩოლებრივი მოქალაქე არის და არაფერს არ აფუჭებს, ან არც იარაღს ფლობს არაფერი ეგეთი, მაგ შემთხვევაში თუ ერთს მოკლავ, მეორე გაიქცევა და ან ვიღაცას ეტყვის, ან კიდე ნუ ცუდი სტატუსი გექნება რა, რომ აი ცუდი ტიპი ხარ შენ ქალაქში. და არც იქ არ მომწონს ეგ. ნუ რეალისტური არის რა თქმა უნდა, კაია რომ თამაში ეგენი აქვს, მაგრამ პირადად მე არ მომწონს და რა გავაკეთე. აი ზედმეტი თავისკივილია ესე რო ვთქვა. და მინდა და თქვენი მოკლა. სად მოდი ხო შენ ზვან? ცოცხალია. აი. თქვენი ნება არ არის სამწუხაროდ ეგ როგორ წახვალ დაკიდან, ანუ ამ ქვეყნიდან. ვარ მოკლა რა გთხოვე ხარ. რამე ონლაინ თამაშიც ისე გადავიღებ ალბათ და მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლები, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ დიდად ეხა თქვენც არ მოგწონთ მეგონი ეს თამაში. აი მაგალითად Battlefield-ის ონლაინ რომელიმე ან Conquest-ი, ან Rush-ი, ან რაღაცა ეგეთი რა, იმიტომ რომ ეგეც კაი თამაში არის. ყოველ შემთხვევაში მე მომწონს. ვიდეოში ხარ ვიცი რა როგორ გამოჩნდება მაგ Battlefield-ში, მაგრამ არ არის ცუდი თამაში. Call of Duty ფიქრობდი კიდე ზომბებს. იმიტომ რომ Call of Duty Black Ops 3-ის ზომბები არის ერთ-ერთი საუკეთესო ყოველ შემთხვევაში როგორც ამბობენ ხოლმე. მაგრამ ფასები აქვს მაგ თამაშს, ისეთი იდიოტობა, რომ ეგ ფასები ანუ გათვლილი არის ამერიკელებისთვის, ანუ ამერიკის რეგიონისთვის. ხო იცით ახლა დაუშვათ თურქებს რომ უფრო ნაკლებიც გადავთავაზებთ, იმიტომ რომ იმათ ეკონომიკაც თუ ცუდი არის, თუ ეკონომია რაც არის. და ჩვენ დაუშვათ შეიძლება უფრო მეც ვიხდიდეთ იმასთან შედარებით. ან პირიქით შეიძლება ამერიკელები უფრო მეც იხდიდნენ, მაგრამ ჩვენ უფრო ნაკლებს. იმის მაგივრად რომ Activision-მა ანუ Call of Duty-ის დეველოპერებმა გააკეთონ ისე რომ ცუდი ეკონომიან ქვეყნებში ან როგორც არის ეგ ანუ ისე ქნა რომ დაუშვათ უფრო ნაკლებს ვიხდიდეთ ჩვენ როგორც სხვა კომპანიები აკეთებს ხოლმე, იმიტომ რომ არის თამაშები მაგალითად რომელშიც ჩვენ უფრო ნაკლებს ვიხდით ვიდრე ამერიკელები იხდიან ამერიკის რეგიონზე.
ესენი პირიქით, ანუ ყველა რეგიონს უზიდებენ ისე როგორც ამერიკის რეგიონს. და ჩვენც ინდეს ვიხდით, ამდენსაც ამერიკელები ხდიან მაგ თამაში. $20. არა და ადრე სწორად ქონდა მაგ Activision-ზე გაკეთებული და ჩვენ ვიხდით პროსტორად $10 მაგ თამაში, ამერიკელები 20. იმიტომ რომ იქ ეხა დოლარებში არის ხელფასი და შესაბამისად ხო ხდებით ეხა ანუ ისინი მაინც ნაკლებს იხდიან მიუხედავად იმისა, რომ $20 ღირს ეგ თამაში. ჩვენ კიდე $20 ჩვენთვის აი ძალიან ბევრი არის. მარტივად რო აღიხსნათ. და რატო შეცვალეს და ეგრე რატო გააკეთე შტერულად არ ვიცი. ეს ავიღო ჩვენ მანამდე. სად მიდიხარ ეხა ანუ ვის აქ სად გაქვს დასარეკი? ეგრე. ან კიდე თუ ესეთ რეალისტურია და მაშინ ერთი ტყვია რატო აკლავს ამათ? აი. სამი ტყვია მოვარწი და კიდე ცოცხალია. ეს ალბათ უნდა ვცემო ეხა თორე ისე არ მოკვდება ხო? ხო, უნდა ვცემო თორე ისე ისინი არ კვდებიან. აუ ის უნდა ამეღო იქ კიდე, აი არავშის. ტონიდი დამარხავსო მეო, დამარხავსო. ჯიმი სხვა კაცი ღელავ შენო და აი, გაგრას მოვიშორე დეგეც. აუ ის უნდა ამეღო იქ, ნუ არავშის კაი ჯანდაბას. მე მგონი ეს ტიპი იყო ხო, ვინც გადაუღო იმ ბიჭს, თუ როგორ ღალატობდა მის ცოლს და ეხა ემუქრებოდა. კაი, მე მგონი ეხა ეს ავიღეთ ჩვენ ეგ რაღაცა იარაღი და დაურეკავთ ეხა იმას, რომ აქ არის გათავისუფლებული ყველაფერი. Need some help securing it. Yeah, okay. კაი, მოვალთ. But if you asking me to commit the lives of my men here, then I expect you to commit to me. And remember this road was setting out on in the მოკლედ შენ თუ ელოდები იმას, რომ ჩემი ხალხი შენ შეგწირო, მაშინ შენც უნდა შეწირო შენ თავი ჩემს თავს, რაღაც ეგეთ სისულელეები რა. როგორც შვებია მაფია 3-ს. სხვადასხვა ეხა არის შავპარასკების ფასდაკლებები და ძალიან ბევრი თამაში არის ფასდაკლებაზე. მე მგონი ეს თამაშიც ფასდაკლებაზე არის. კი ვიცი, რას აკეთებენ ესენი კაცინში ესეთი სისულელის გაკეთება? აჰა. აუ რა, კაი რა, მეღადავები. მუსიკა გავთიშე და არც ეგ არ არის, ხა Sammy Robertson was the married grass. კაი, ალბათ ამის გამოტოვება მომიწევს, იმიტომ რომ ამას მაინც ვერ გავეგებთ ეხა და. ხო. არ ვიცი, ახლა ამის წამკითხველი ესე მიერაო, რან ძალიან დიდ დროს წაიღებს ეს რო ვიკითხო. ფულზე ლაპარაკობენ, მოკლედ ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ვიყავით და სადაც რაც დაიწყო უბრალოდ. სანამ დავავიწყდება, მაგას ახლა აუწევ ისე. ანუ ხმას აუწევ ჯობია. ბოდიში, შემთხვევით, სად გარბიხართ კაცო? სად არის? აუდიო და სინემატური ხმები ავწევთ ბოლომდე. შემთხვევით გამევარდა კაცო, რა გჭირთ? აი, რაები დაგვრჩა ეხა? მგონი ერთი ეს დაგვრჩა, ან შემიძლია ალბათ რომ ეს საერთოდ დავიკიდო და წავიდე პირდაპირ აქეთ. და კიდე შემიძლია მე მგონი რომ პირდაპირ წავიდე აქეთ, მაგრამ თან კიდე მინდა რომ ამ მამაო შევხვდე და რა უნდა რომ გავიგო. კაი, მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ, თუ მოგეწონათ დაალექეთ, გამოიწერეთ არხი. თუ რამე ასევე რჩევები გაქვთ ამ თამაშთან დაკავშირებით, ეგეც კიდე კომენტარებში დაწერეთ, რა როგორ გავიდე და რომელი გზა იქნება შედარებით უფრო უკეთესი ან მარტივი ამ თამაშის გასართობად რო გახდეს ეს თამაში და არა დავუშვათ ისე რომ თითქოს აი სამუშაო არის ფაქტიურად. კაი იქნება. მაგრამ ხო, ეხა წავიდი, წარმოდები ყველას და დროებით.